კიდევ ერთხელ მოგესალმებით საღამო მშვიდობისა. თქვენ უსმენთ ქალების რადიოს FM 93-სა და 1-ზე. მე გვანცად არასელია ვარ, ეს არის გადაცემა ჯანმრთელობის საათი. დღეს გქონდა ნამდვილად არაჩვეულებრივი საუბარი ჩვენს სტუმართან, გინეკოლოგ ბესარიონ ტყეშელაშვილთან ერთად. მოგცა რეკომენდაციები ორსულთა კვებასთან დაკავშირებით და ასე ვთქვათ, მოგცა ინფორმაცია იმაზე თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს დედის კვებას ბავშვის ნაყოფის და შემდეგ მისი ჯანმრთელობის გრძელვადიან პერსპექტივაში. სწორად განვითარებისთვის და ძალიან მომინდა რომ თქვენთვის გამეცნო და გამეზიარებინა ეთო რასელი და დამეპატიჟა ის დღეს გადაცემაში სტუმრად, რომელიც გახლავთ ისე მსახიობი გახლავთ, მაგრამ არის იოგას და სუნთქვის ინსტრუქტორი. ქსელის საშუალებით და ძალიან დამაინტერესა იმ ასე ვთქვათ პრაქტიკამ, რომლის გაზიარებასაც ის თავაზობდა ორსულებს და ძალიან მაგარია, როცა ამ გამოცდილებას და გროვილ გამოცდილებას უზიარებს ხვებსაც და დიდი მადლობა ამისთვის და მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი ფეხი ქალების რადიოში. მადლობა მოწვევით. ახლოს რომ მიიწიოთ მიკროფონთან მაქსიმალურად, მუცელი თუ მოგცემ საშუალებას. ეთო თქვენ ხართ მეორე ბავშვზე ფეხმძიმედ 35 კვირის, ხო? და მართლა ძალიან მაინტერესებს, ყოველთვის არის ხოლმე რა თქმა უნდა განსხვავება პირველ და მეორე ორსულობას შორის, იმიტომ როგორც წესი პირველი ხდება მაშინ, როცა ხარ ძალიან პატარა, მოუმზადებელი, ძალიან ხშირად რაღაცებს გელაპარაკებიან და რაღაცა ტვინიც არეული გაქვს, საერთოდ არ იცი რა გელოდება და ჩემთვის ეს პირველი მშობიარობა იყო რაღაცა ისეთი შოკი სახში რომ მოვედი ჩემი თავი მახსოვს და ესე ბავშვი დავაწვინე ლოგინში და ვფიქრობდი რომ აი ეხლა რა უნდა ვქ მიუხედავად იმისა, რა ვიცი, არც ისე ხასი პატარა ვიყავი ადრე 15 და 16 წლისებიც აჩენდნენ ხოლმე და მოდი დავიწყოთ სწორედ აქედან, რომ რატომ გაგიჩნდა სურვილი ასე ჩასძიებოდი ზოგადად ამ თემას და პირველ რიგში დახმარებოდი საკუთარ თავს და მერე სხვებს. კი, პირველი გამოცდილება იყო საკმაოდ სტრესული, თუმცა აქამდე რო გეკითხა ჩემთვის რატომ იყო სტრესული, ვიტყოდი რომ აი მშობიარობა ეს რა ყოფილა, მაგრამ რეალურად თურმე ძალიან ვწდებოდი და ბოდიში ყველას, ვისაც ოდესმე გითხარით რომ მშობიარობა ძალიან სტრესული არის, რეალურად ეს იყო ჩემი მოუმზადებლობა. ნაკლები ინფორმაცია კი არა და საერთოდ ინფორმაციის არ ქონა. ვერ შერჩევა შესაბამისად სამედიცინო გარემოსი და ამ ყველაფერმა საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა გამოიწვია გრძელვადიანი მშობიარობა საკმაოდ მტკივნეული და არასასიამოვნო. არ მინდოდა რა თქმა უნდა ეს გამოცდილება რომ ქონოდა და ზოგადად ეს ჩემი გამოცდილება იოგაში და სუნთქვაში ასევე მაძლევს იმის რაღაცებიც ვეძიო და მხოლოდ რაღაც არ შევხედო ამ მოვლენას როგორც აი მშობიარობა როგორც ჩვენ ვიცით ყველა. და მე რატომ გამიჩნდა ამის გავრცელების სურვილი არის ის რომ პირველი ვიდეო დავდე უბრალოდ გაუტკივარებაზე და ამას იმხელა აჟიოტაჟი მოყვა და ისეთი ნეგატიური რწმენა წარმოდგენები დავინახე ადამიანებში, ქალებში, რომ მივხვდი რომ ამაზე უფრო ხმამაღლა უნდა მელაპარაკა. კი, ეს რწმენა წარმოდგენები, აი იმდენად, ასე იგი, მძაფრად გიყვება გამოცდილებას, რომ შენ როცა ის არა გაქვს გამოცდილი, რა თქმა უნდა, შეუძლებელია რომ აი გიყვება რომ ეს არის ძალიან მტკივნეული, ეს რა საშინელება, მე მეორედ აღარ გავაჩენ და მე აუცილებლად საკეისროს გავიკეთებ და ასე შემდეგ, რომ ხო, ალბათ ექცევი ამ რწმენა წარმოდგენების ქვეშ და მით უმეტეს, როდესაც საუბარია ტკივილზე და ტკივილზე, რომელიც ვისაც არ აქვს გამოცდილი, ალბათ ვერ მიხვდება რა ტკივილზეა საუბარი. მით უმეტეს აქვთ ეს შიში, აი ჩემს ირგვლივაც, ჩემი მეგობრები მაგალითად, ხო? უკვე ჯერ მილი არა აქვს, არც მეორე ნახევრები არ აქვს, მაგრამ იცი რომ მე ვერ იმშობიარებ. ეს ძალიან ნორმალურია, რეალურად მე აი მსმენელმაც არც ერთვარიანში არ უნდა მიიღოს, რომ მე ვინმეს ვაკრიტიკებ, იმიტომ რომ მე მესმის ძალიან კარგად, რატომ აქვთ მათ ეს დამოკიდებულება, იმიტომ რომ მე თვითონ როდესაც პირველად დავიწყე ამაზე მუშაობა, აღმოვაჩინე რომ მშობიარობაზე კარგი არასდროს არაფერი არ მსმენია. და ამ დროს რა ხდება ჩვენს ტვინში? აი წარმოვიდგინეთ როგორც
აისბერგი წყალში, აი წყლის ქვემოთ, რაც არის ეს უდიდესი ნაწილი აისბერგის, ის არის ჩვენი არაცნობიერი, რომელიც დაპროგრამირებული პროგრამირებაში ჩადებულია ის, რომ მშობიარობა არის საფრთხე იმის გამო, რაც გვსმენია ჩვენ და გვსმენია კატასტროფები და ყველა ქალი უფრო ეშში შედის აღწერისას, რომ ვაიმე რა გელის. როგორც მე ვიყავი, მეც ეგრე ვიყავი. და რეალურად ეს არაცნობიერი განაგებს ჩვენი ქმედებების 94-96%-ს. როდესაც მშობიარობის უშუალო დრო დგება, შენი ტვინი ამას აფიქსირებს როგორც საფრთხედ. და სტრესში ხარ, მორჩა და გათავდა და ეს მე რა ზეგავლენას ახდენს მშობიარობაზე, ამაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ. კი, ნამდვილად. მოდი მაშინ ორსულობის უყვეთ და შემდეგ უკვე მშობიარობის გამარტივებას შენ თვითონ როგორ აპირებ ეს გაგვიზიარე. მაგრამ აი ორსულობის პერიოდში გასაგებია რომ ხარ რაღაცა წამოვიდა ეს ნამდვილად მშობელთა სკოლები და რაღაცა ინფორმაციის მეტი საშუალება გაჩნდა და ხელმისაწვდომობა უფრო დიდია. ექიმებმაც, მიანებმაც უფრო რაღაცა ისწავლეს გაზიარება აი ამ ცოდნის იმ ქალისთვის გასაგებ ენაზე, ვინც არის მათი პაციენტი და ასე შემდეგ, მაგრამ აი მოდი გვისმენენ ახლა და გვიყურებენ. მოდი ვუთხრათ, რა იყო ის, რაც პირველიდან განსხვავებით მეორე ორსულობაში დაძლია და გაიადვილე და როგორ? პირველ რიგში შფოთი და შიში და ეს რაღაც ბურუსის მდგომარეობა, რომელშიც არ იცი რა ხდება, რას მოელი, რა უნდა გააკეთო და ხარ დამოკიდებული ან იღბალზე, ან რაღაცაზე, არც კი იცი რაზე და არა ეს ვერანაირად ვერ მოგცემს სიმყარეს და ნიადაგს, რომელზეც მყარად დადგები. ეს კიდე ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ამხელა ინტენსიურ რაღაცა პროცესში ძალიან სუბუქი ორსულობა მაქვს, ძალიან მხნედ გრძნობ თავს, ყოველდღე ვარჯიშობ, კარდიოებსაც ვაკეთებ ჩვეულებრივად, ძალიან აქტიური ვარ, სრიალებს შეიძლება ამის გამო გამოკრიტიკოთ, მაგრამ სრიალებს გაგაკრიტიკებენ და მაქვს ნანახი ვიდეოები, სადაც სრიალები მოკლედ ძალიან აქტიურად ცხოვრობ, მე არ მოვუწოდებ არავის რომ ეს გააკეთოს, უბრალოდ ძალიან სუბუქა, ძალიან ბედნიერი, თავდაჯერებულად ვგრძნობ თავს და რაც თავარია, შევეჩეხე პირდაპირ ჩემს შიშებს და მათი გაპოზიტიურება მოვახდინე, რის გამოც მიხარია მშობიარობის პროცესში შესვლა, ოღონდ მე ვიზა მაგას კაცო, არა, ეგრე არა, ანუ გაცნობიერებულად ვიცი, რაც არის, როგორც არის და ბედნიერებით მივდივარ იმ მომენტისკენ. ამ შფოთვების დაძლევაში ყველაზე მეტად რა დაგეხმარათ? მოდი აი უშუალოდ პრაქტიკებზე გადავიდეთ, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად აი პანიკური შეტევის დროსაც ეს სუნთქვის სავარჯიშო გშველის და შფოთვის დაძლევის დროსაც და ასე შემდეგ, მაგრამ აი უშუალოდ შენ როგორ მიაღწია აი ამ რაღაცა მენტალურ სტაბილურობას, რომელიც გაძლევს იმის საშუალებას, რომ ესე მშვიდად აუღელებლად აკრძალვების გარეშე ну პირველ რიგში ვიტყვი რა თქმა უნდა მეც გავიარე ძალიან დიდი პროცესები და ორსულობამდეც ძალიან დიდ პროცესებში ვიყავი როგორც კუზის არ იყოს ეგრე არის აქაც ზუსტად მაგრამ ეხლა რითი იწყება ყველაფერი ჯერ იდენტიფიკაციით ხდება რომ აი რა წარმოდგენები მაქვს მე ზოგადად მშობიარობაზე. როცა ამას დაწერ და პირველად დაინახავ რომ ვაიმე თურმე რა მგონია და რა მსმენია, მაშინ ხვდები რომ უი, ეს უნდა შევცვალოთ. მე იწყება ამაზე მუშაობა და ერთ-ერთი გზა პირველი, რითიც მე ჩემს პროგრამაშიც ვიწყებ, არის აფირმაციების კეთება. ნიშნავს ახლა ვინც არის ის, აი მაგალითად მე ვარ უსაფრთხოდ. ამას იმეორებ წერ, მე ვარ ძლიერი, მე ვგრძნობ ჩემს შინაგან ძალას და ასე შემდეგ. და შეიძლება ვიღაცა მიფიქროს რომ ეს სიტყვები რაღაც რა არის ეს რას მიშველის კვლევებით არის დადასტურებული რომ აფირმაციები აქტიურებს ტვინის იმ უბანს რომელიც პასუხისმგებელია თვითშეფასებაზე და მოკლედ შენ აჯანსაღებს შენს რწმენა წარმოადგენებს შენს ხედვას არა მარტო შენს თავზე არამედ აი ზოგადად ამ სამყაროზე და მათი გაპოზიტიურება შესაძლებელია ოღონდ აი უნდა აკეთო და აკეთო კიდევ მაინტერესებს როგორ იქმნი შენ თვითონ გარემოს, იმიტომ რომ ამ პროცესში მარტო არც ორსულობის დროს არ ხარ და მით უმეტეს არც მშობიარობის დროს, თქვა როგორი უნდა იყოს გარემო და როგორ უნდა შეიქმნა თვითონ სამშობიაროში ეს გარემო და კიდევ აი ფიზიკურად როგორ ემზადები და ძალიან მოკლე პაუზის შემდეგ ამ ყველაფერზე გავაგრძელებთ საუბარს. წყალს მოვიტან მე ხო შეიძლება
ჯანმრთელობის საათი გვანცა დარასელიასთან ერთად. ყოველ ხუთშაბათს საღამოს 6 საათზე ქალების რადიოს პირდაპირ ეთერში ვსაუბრობთ როგორ უნდა შევინარჩუნოთ სილამაზე და ვიყოთ მუდამ სასურველები. გადაცემა Beauty Live ხატია შამუგიასთან ერთად. კვალიფიციური ექიმების რეკომენდაციები, ფართოდ გავრცელებული და იშვიათი დაავადებების პრევენცია, კვლევები და მკურნალობა. ჯანმრთელობის საათი გვანცა დარასელი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ჩვენი სტუმარი არის ეთო რასელი, იოგას და სუნთქვის ინსტრუქტორი, გოგონა, რომელიც ელოდება მეორე ბავშვს და რომელიც უზიარებს სხვებს ორსულობის პრაქტიკას და ეხმარება მოემზადო მშობიარობისათვის, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით. ჩვენი თემაც სწორედ ეს არის. პირველ ნაწილში ჩვენი გადაცემის ვისაუბრეთ ორსულობის პერიოდში, ახლა კი მინდა შევეხოთ იმ ყველაფერს, რაც ესე იგი ამბობენ, რომ ეს არის იმდენად ბუნებრივი პროცესი, რომ ყველა აკეთებს ამას. ეს ერთი ხوار რომ გაშინებენ, რომ აი მე ეს ისეთი საშინელება და ასე შემდეგ და მეორე კატეგორია ადამიანების არის, რომელიც გეუბნები, რომ კარგი რა. მოდი ბარე მესამეც გააჩინე. ეს არის წესი ამ ცხოვრების და ეს არის რაღაც იმდენად ბუნებრივი პროცესი, ვის არ გაუჩენია და ყველა აჩენს და რატო გეშინია და ასე შემდეგ. მოდი ვთქვათ, როგორ ემზადები ფიზიკურად. იმიტომ რომ ჩემი გამოცდილებით ორი შვილი მყავს, მე ფიზიკურად მომზადება სხეულის, არ ვიცი ამდენად უდრის აი მენტალურ მზაობას, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ვიცი რომ ამასაც აკეთებ. გარდა იმისა, რომ სრიალებთ ხილამურზე და ყოველ დღე ვარჯიშობ, ამას ვერ ამოვჭრეთ, იმიტომ რომ პირდაპირ ეთერშია. გარდა მაგისა, აკეთებ გარკვეულ ვარჯიშებს, რომელიც უშუალოდ ეს არის უმნიშვნელოვანესი, რითიც დავიწყეთ, რომ ვთქვათ აფირმაციები, ეს არის პირველი, აი, წვერი, თავი ამ ყველაფრის. მე არის ძალიან ბევრი რამე და ამას ძალიან ჰოლისტიკურად უნდა მიუდგე. პრაქტიკებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, სუნთქვის პრაქტიკები, მენჯისვლის კუნთების ავარჯიშოები და ყოველდღიური პილატესი იქნება, იოგა იქნება, თუ ფიტნესი იქნება, მნიშვნელობა არ აქვს. აუცილებელია, იმიტომ რომ ეს კუნთები უნდა შემაგრდეს ამისთვის. ეხლა ჩავშლი ესე ამ სხვადასხვა ნაწილებს, რისთვის არის ეს მნიშვნელოვანი, გარდა იმისა, რომ ხალხმა იცის, რომ აი უნდა ისეინო და ასე შემდეგ. მოკლედ, სუნთქვა, ესეც კვლევებით არის დადასტურებული, ეფექტურია, როცა სუნთქვის პრაქტიკებს გაცნობილები არიან მშობიარები, უფრო სწრაფი არის და უფრო პოზიტიური მოგონება აქვთ მშობიარობაზე მათ და ფაქტიურად უმეტესობა ამბობს, რომ უმტკივნეულოც კი. რადგან ყველაზე ძლიერი იარაღი არის დისკომფორტს ვეძახი მე, ტკივილის სამართავად. სუნთქვა ხო? სუნთქვა. განსაკუთრებით მშობიარობის რომ რაღაც ფაზებში უფრო ეფექტურია გაცილებით ვიდრე სხვა რაღაცები. სუნთქვის პრაქტიკა უმჯობესია რომ მანამდე დაიწყო, რა თქმა უნდა, სანამ უშუალოდ მშობიარობის მომენტი დადგება, რადგან იმ მომენტში ტკივილთან გამკლავება მოდუნების პირველი საშუალება, რომელიც უმნიშვნელოვანესია, შენი ნერვული სისტემის, აი ეს სტრესის რეჟიმი, რაც ვთქვით, სტრესის რეჟიმიდან სიმშვიდის რეჟიმში გადმოსართველად არის უპირველესი, კიდევ სუნთქვა და ჟანგბადის მიწოდება, რომელიც უმნიშვნელოვანესია, როგორც კუნთების, ანუ მშობიარე ქალის კუნთების ამუშავად, ასევე ბავშვის. ერთი სავარჯიშო შეგიძლიათ გაგვიზიაროთ სუნთქვის? კი, მაგალითად, თუ მშობიარობაზე ვილაპარაკეთ, მშობიარობაში სხვადასხვა სუნთქვის სავარჯიშოები არის ფაზების მიხედვით, რომელი არის უფრო ეფექტური, განსაკუთრებით ბოლოსკენ, როდესაც დისკომფორტის არის ეგეთი სავარჯიშო. აი დისკომფორტს რო ეძახის ტკივილს, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ საკუთარ თავზე კარგად აქვს ამუშავება. ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, რას ვეძახით. მოკლედ ამ ბოლო ფაზებში ძალიან კარგი ეფექტურია, ძალიან მომწონს ეს სავარჯიშო. ბაგეები ოდნავ არის გახსნილი და ამ გახსნილი ბაგეებიდან პირიდან შეისუნთქა ორჯერ სწრაფად და ამოისუნთქა ისე ორჯერ ან 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 ნებისმიერი უცნაური ხმა შეგიძლია გამოუშვა. ანუ
მაგალითად ეს რადიოშიც რა კარგად ისმის არა ეს სავარჯიშო და ერთ სიტყვი კიდე ორსულობის პერიოდში რომელი არის კარგი ესე ძალიან მარტივი არის უბრალოდ შესუნთქვა ნაზად შვიდა წყნარად და ამოსუნთქვის დროს თითქოს უნდა დავაორთქლოთ მინაზე და გამოდის ასეთი ხმა შვენიერი ეს ფანტასტიკური სავარჯიშოა რაც შეეხება ფიზიკურ მზაობას ეს მენჯის სავარჯიშოები ალბათ ეს ის არის რაღაცა ბურთის დახმარებით რო ხდება თუ არსებობს როგორ არა კი აი კეგელია ეგ არის კი ბატონო ვისაც დაგაინტერესებთ გთხოვთ რომ მოძებნოთ ინტერნეტში და გამოიყენოთ ეს პრაქტიკა ეხლა რა მაინტერესებს პარტნიორის როლი ზოგადად ყველაფერში მნიშვნელოვანია, მაგრამ ძალიან ხშირად აი ჩვენთან არის ესეთი რწმენა წარმოდგენები განსაკუთრებით დამკვიდრებული, რომ ესე იგი ორსულობას და მშობიარობაც არის ქალის რა. ქალის გასაკეთებელია, მაინც აი რაც არ უნდა იყოს, ქალის გასაკეთებელია. რა არის პარტნიორის გასაკეთებელი? კი ეს ჩვენი საუკუნეების მემკვიდრეობაა რომ ქალი არის მხოლოდ და მეტი არავინ და ჩვენს მამებსაც ჭირდება დახმარება რომ მათ დაინახონ რომ მათი როლი არის უმნიშვნელოვანესი ამ დროს. ელემენტარულს ვიტყვი სხვა ბევრზე რომ არ გადავიდე. ოქსიტოცინი რომელიც უმნიშვნელოვანესი ჰორმონი არის მშობიარობის პროცესში, რომელიც არის სიყვარულის და ბედნიერების ჰორმონი. მისი გამომუშავების ბევრი ხერხი არსებობს, მაგრამ როდესაც ხარ საყვარელ ადამიანთან, როდესაც მის შეხებას გრძნობ, მის გვერდში დგომას, მის თბილ ტონს ეს შენთვის არის უმნიშვნელოვანესი, ეხლაც კი დამაშრია. იმდენად მნიშვნელოვანია ეს ოქსიტოცინი თვითონ მშობიარობის დროს და მერე პარტნიორის როლი ამ მხრივ რა. ხო, მაგრამ ადამიანსაც გააჩნია ალბათ თუ ახლა პარტნიორს გული მისდის ყოველ 5 წუთში სამშობიარო ბლოკში, ჯობია რომ არ იყოს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ წინასწარ უნდა მოხდეს ამის მომზადება. თუ თქვა მთელი ორსულობის პერიოდში არ ემზადებოდა ბოლო თვეში. მან უნდა გადახედოს შესაბამისი ლიტერატურა, შესაბამის სავარჯიშოებს, რასაც აკეთებს დედას უნთქვის სავარჯიშოები, მანაც უნდა იცოდეს, იმიტომ რომ იმ ინტენსიურ პროცესში მას შეუძლია დაეხმაროს ქალს, მას შეიძლება დაავიწყდეს იმ მომენტში ეს ყველაფერი და ის ეხმარება ის გვერდში უდგას, უნდა იცოდეს სად უნდა დააწვეს ფიზიკურად უნდა შექმნას გარემო, მან უნდა იურთიერთოს სამედიცინო პერსონალთან, უნდა იყოს მცველი იმ გარემოსი, სადაც აი ეს მყუდროდ, აი ცხოველი რო წარმოვიდგინოთ, აი მყუდრო თავისთვის ხო იკუჭება სადღაც ხო თავის ნაშიე. ხო, კარგად მივედით ბოლოს იმ გარემომდე, სადაც ეს ყველაფერი ხდება. მე მაგალითად მაქვს ესეთი გამოცდილება, რომ რა ქვია იმ ოთახს ქვია პრედბლოკს ეძახიან, ანუ სამშობიარო ბლოკამდე რო განთავსებენ რაღაც ოთახში, სადაც ემზადები. ხო და ეს ბლოკი იყო სამშობიარო ბლოკის გვერდით. და იქ მშობიარობდნენ ქალები და ნუ საშინელი წიულკივილი გამოდიოდა იმ ოთახიდან. მე ვიყავი პირველ ბავშვზე ფეხმძიმედ და მეც ძალიან მტკიოდა მუცელი და ამა ჩემზე ძალიან მე კი ვცდილობდი რომ რაღაცნაირად თავი ხელში ამეყარა, მაგრამ მაინც სუდათ მოქმედებს, ვიღაცაზე უფრო მეტად სუდათ იმოქმედებს. როგორი უნდა იყოს გარემო, ეს ერთი და მეორე თვითონ ორსული როგორ იღებს მონაწილეობას იქ ამ გარემოს შექმნაში. ანუ რა გარემო უნდა მოითხოვოს, რა უნდა დახვდეს იქ და რამდენად ზოგადად სამედიცინო პერსონალიც არის მზად, რომ თუნდაც ორსულის ამ მშობიარის რაღაცა ფსიქოლოგიურ მდგომარეობას გაუმკლავდეს, იმიტომ რომ მოდით ვაღიაროთ რომ მათთვის შეიძლება ხარ მემილიონე მშობიარე ყველა წუხს ყველას აქვს დისკომფორტი ზოგჯერ ჩხუბობს ქალი და ასე შემდეგ და მრავალი რამე აქვს გამოცდილი და აი როგორ უნდა მოხდეს აი იმ მყუდრო გარემოს შექმნა რომელზეც საუბრობდი კი საქართველოში უკვე შესაძლებელია არის ეგეთი მე ვიპოვე ეგეთი ადგილი სადაც შესაძლებელია ასევე მყავს დოულა, ვინც არ იცის, დოულა არის ქალი, რომელიც შენთან ერთად არის მშობიარობის პროცესში და მშობიარობამდეც უკვე გქონდა რამდენიმე შეხვედრა, ის დამეხმარა სამშობიაროს მოძებნაში. დოულა არის ქალი, რომელიც გეხმარება სუნთქვის პრაქტიკებითაც, სწორი პოზების მიღებითაც, რომელიც გამორჩა არ მიხსენებია მშობიარობის პროცესში უმნიშვნელოვანესია სწორი პოზები და წოლითი მდგომარეობა. შეიძლება შეითვალოს ყველაზე ცუდ ძალიან საინტერესოა და მოდი აი ჩართვა გავაკეთოთ. რა ვიცი, მე მგონი ყველა საქართველოში ყველა ქალი დაწოლილი მშობი, ანუ ესე ზურგზე დაწოლილი მშობიარობს და
ეს ერთი იმიტომ რომ ჩაკეტილი არის ეს კუდუსუნის საკრალური ძვალის ადგილი და როდესაც ის ჩაკეტილია მას არ აქვს მოქნილობა რომ ეს ფორმირება განიცადოს რასაც განიცდის ცულები ამ მომენტში როდესაც ბავშვი უკვე დაიძვრება და განსაკუთრებით როდესაც ძლოვან სისტემაში გამოდის ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს არ იყოს ჩაკეტილი და თითოეული კუნთი აი თქვათ ერთი ფეხის აწევითაც შენ ხელს უწყობ აი ამ მენჯის ძვლების ფორმირებას შენ თუ ამას საერთოდ არ აკეთებ და არ ეხმარები ამ ყველაფერს ისინი არის აი წარმოიდგინეთ ჩაკეტილი ეს ფაქტურად აი ესე აკაკუნებს ამ ჩაკეტილ დაჭიმულ სივრცეში. მაგიტომაც გეუბნები ხო, აბა გაიარ გამოიარე, აბა ეხლა რაღაცა ამოტრიალდი ხო? კი, უამრავი პოზა. უამრავი უნდა იცვალოს, მოკლედ უნდა იცვალო, აუცილებლად უნდა იყოს ესეთი მობილური და ნუ მანამდე უნდა გაეცნო ამ პოზებს და ეს დოულაც ერთ-ერთი ფუნქცია დოულას არის. არ მსმენი არასდროს ეს სიტყვაც კი საერთოდ. ხო, ზოგი დავსხმობ რომ დულარიო, მაგრამ დოულა არის ქართულად. და ეს დოულა ეს ქარი გეხმარება ჩვენ რეალობაში ბებია ქალის შესატყვისი არ არის? არა, ბებია დოულა არის უფრო ემოციური მხარდაჭერა, ტკივილის ტრანსფორმაცია, სუნთქვის ტექნიკების შემოშველება, პოზების ზუსტად შერჩევა, ანუ შენი ემოციური ბალანსი და ასევე გეხმარება ტექნიკურადაც ურთიერთობაში, აი თქვა თუ პარტნიორი ამას. მე ჩემი მეუღლე შემოდის ჩვეულებრივად, მაგრამ დოულაც გვყავს, იმიტომ რომ ისიც მაინც იხარშება ამ ინტენსივობაში და დოულა არის ადამიანი, რომელიც აი აქ არის თქვენთან და მზად არის ნებისმიერ დროს რომ დაგეხმაროთ ცოტა ისეთი ნეიტრალური სივრციდან. მოკლედ, საწავედი აქ სად მოხვდით და დასასრულისკენ როცა მინდოდა მეთხოვა რომ ხო ზოგადად აი მართლა იქიდან დავიწყეთ საუბარი და აი რას ეტყვით იმ გოგოებს ვისაც ეშინიათ მშობიარობას. მე მაგალითად ერთი ასეთი რაღაცა პირველი რაც მომივიდა თავში ერთ-ერთ ჩემს ნაცნობთან როცა ვსაუბრობდი მე ვთხარი რომ მე აღმოვაჩინე ჩემში სუპერ ძალა თქო რომელიც არასოდეს არ დამტოვებს ეს შეგრძნება რომ მე ორი ადამიანი მოვავლინე ქვეყანას მშობიარობის გზით და აი ეგრო არ გამოცადო ნუ ცხოვრებაში ძალიან ბევრი დაკარგო თქო და აი რას ურჩევთ ამ ქალებს პირველ რიგში იმისთვის რომ აი ეს სუპერძალა ბოლომდე შევიგრძნოთ და მივხვდეთ რომ მართლა სუპერძალა გვაქვს და გვაქვს ჩვენს ბიოლოგიურად არის ჩადებული ჩვენს ორგანიზმში ეს კოდი უნდა გავეცნოთ რა არის რეალურად მშობიარობა და რა შეგვიძლია გავაკეთოთ და რა არის ეს ბუნებრივი გზა რომელიც ჩვენში არის ჩადებული უკვე ისედაც აუცილებლად ბევრი ეხლა დღეს რაც ვილაპარაკებ მაგალითად 10% იმ ყველაფრის რაც რეალურად შესაძლებელია რომ გაიგო. და ალბათ უნდა შენ თვითონ გადაეშვა, გაიაზრო და მოიძიო და მე მაგალითად გავაკეთე პროგრამა ზუსტად მაგისთვის, რომ ქართულ ენაზე არ არის ბევრი ინფორმაცია კი არა და რა ვიცი, არ არის ინფორმაცია ამის შესახებ და მაგიტომ გავაკეთე ქართულენოვანი პროგრამა, სადაც ადამიანებს ანუ შეუძლიათ ყველანაირი ინფორმაცია მიიღონ ამაზე, პრაქტიკული, თეორიული და თან აკეთონ ეს პრაქტიკები მუდმივად. ეს ძალიან ინფორმირება და მომზადება, აი ჯარისკაცებით უნდა ემზადებოდე მშობიარობის ამ დიეტით. ჯარისკაცება, მოკლედ, მინდა გისურვოთ ბედნიერი ურსულობა, უსაფრთხო მშობიარობა, ჯანმრთელი შვილები და მე მგონი ეს ქალთა და სარვამარტო კვირეულში ძალიან მნიშვნელოვანი თემა მიმოვიხილე და ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა შენ რომ დაგვთანხმდი და ხარ ჩვენი გადაცემის სტუმარი, მე კი მინდა დაგემშვიდობოთ. დღეს საკმაოდ გაგვიგრძელდა, თუმცა ვფიქრობ ნამდვილად ღირდა, იმედია თქვენთვისაც საინტერესო იყო. მომავალ სამშაბათს გებრუნდებით საღამოს 6 საათზე გადაცემით ჯანმრთელობის საათი. ნახვამდის.